ჩვენს მესამე ლექციაში ჯერჯერობით ვაგრძელებთ დეიქსისზე, დეიქსისის სახეობებზე საუბარს. ამჯერად ლაპარაკი გვექნება პიროვნების დეიქსისზე. რამდენად არის კოდიფიცირებული, ანუ გრამატიკალიზებული, კომუნიკაციის მონაწილეთა როლები. ტრადიციული გრამატიკა ლაპარაკობს პირის ნაცვალსახელებზე, როდესაც განიხილავენ je-სა და tu-ს და მათ აკავშირებს მესამე პირის ნაცვალსახელთან il. შეგვიძლია გამოვაცალკევოთ ხსენებული წყვილი je tu, რომლებიც არიან ნამდვილი დეიქტური ელემენტები ნაცვალსახელ il-ისაგან, რომელსაც ბენვენისტი მოიხსენიებს, როგორც იგი უწოდებს, არაპირების კატეგორიაში, რეგისტრში, რაშიც იგულისხმება ყველა ის, ვინც არ არის მოსაუბრე, ესე იგი მოცემული კომუნიკაციის მონაწილე. მართლაც, je და tu მიგვითითებს კომუნიკაციის მონაწილე თანამოსაუბრეთა როლებზე, რომლებიც არიან განუყოფელნი და ურთიერთშექცევადი. რასაც გულისხმობენ je-სა და tu-ს უკან, მართლაც მიეკუთვნება ბევრად უფრო ფართო კლასს, ვიდრე შესაბამისი ორი ტერმინი და მათი ვარიანტები me, te, moi, toi. ისინი ფიგურირებენ ეგრეთ წოდებულ მრავლობითის ფორმებში nous, vous, ისევე როგორც ნაცვალსახელები le tien, le nôtre და ასე შემდეგ და კუთვნილები დეტერმინატივებში mon, votre. სინამდვილეში nous და vous არ წარმოადგენენ je-სა და tu-ს მრავლობით. პრინციპში ქართულ ნაცვალსახელებშიც აბსოლუტურად იგივე არის. ესე იგი მეს და შენის მრავლობითი არ არის ჩვენ და თქვენ. ისევე როგორც მაგალითად ის ანალოგია არ არის, როგორც მაგალითად ცხენები და ცხენი. ეს არის აბსოლუტურად ცხენის მრავლობითია ცხენები. nous ჩვენ გამოხატავს je plus d'autres და vous tu plus d'autres. აი ქართულშიც იგივე არის, ჩვენ არის მე და სხვები და თქვენ არის შენ და სხვები. ესე იგი ეს არის არა ბევრი შენ და არა ბევრი მე, არამედ მე და სხვები, შენ და სხვები. vous-ს ზრდილობიანი ფორმის ხმარებისას მიმართავენ ერთ ადამიანს. ეს ახლა განსხვავებული სიტუაცია არის. აქ საქმე ეხება მისი პიროვნების სემანტიკის გაფართოებას, პატივისცემის ნიუანსის მიმატებას და არა ჯუზე კიდევ სხვა ერთეულების პიროვნებების დამატებას. კერძოდ პირების ნამდვილი დეიქტური ელემენტების გარდა, როგორებიც არის je და tu, რომლებიც უპირისპირდებიან არაპირს, ფრანგულ ენაში არის აგრეთვე ელემენტი on, რომელიც მრავალმხრივად შეიძლება იქნას დახასიათებული. მისი რეფერენტი არის ყოველთვის ადამიანი. იგი ასრულებს ყოველთვის სუბიექტის ფუნქციას. იგი არ იცვლება არც სქესსა და არც რიცხვში. მას ზოგჯერ წინ აქვს განსაზღვრული დეტერმინანტი l-აპოსტროფით. მისი ინტერპრეტაცია ხდება კონტექსტის მიხედვით, როგორც je, tu, nous, eux, elles და ზოგადად ადამიანები. ესე იგი ძალიან ფართო არის, ძალიან ბევრ რამეს გამოხატავს. მისი რეფერენციალური მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს თავად გამონათქვამის შიგნითაც. აი აქ გვაქვს ასეთი მაგალითი. Si on va chez eux, ამ შემთხვევაში nous, ჩვენზე ლაპარაკი, on nous fait la tête. on გამოხატავს სუბიექტურობას, მაგრამ არ განასხვავებს საუბრის მონაწილეებს, მოლაპარაკეს, მეტყოლ სუბიექტს, მსმენელს და არაპირს. ისინი თითქოს გაერთიანებულნი არიან ერთად ამ on-ით. ამის გამო ნაცვალსახელი on ხშირად იხმარება უფრო ზოგად ჭეშმარიტების გამომხატველ დისკურსებში. პირის ქვესისტემაში უნდა აღვნიშნოთ ის შემთხვევები, როდესაც მოლაპარაკე სუბიექტი შეიძლება განსხვავებდებოდეს გამონათქვამის წყაროსგან. ასეთია სხვათა სიტყვის შემთხვევები, მაგალითად Jacques m'a dit qu'il était malade. ამ გამონათქვამის ავტორი, le locuteur, რომელიც არის გამოხატული ნაცვალსახელი je-ს მორფოლოგიური ვარიანტით me, სრულიად განსხვავდება ამ შემთხვევაში ინფორმაციის ნამდვილი წყაროსაგან. გამონათქვამის გამკეთებლის, გამომთქმელისაგან, l'annonciateur, რომელიც არის ჟაკი,
და რომლის ნათქვამიც მოჰყავს ავტორს, le locuteurs, როგორც ჩვეულებრივი სხვათა სიტყვა. Discours indirect. ანალოგიურად, ინფორმაციის მიმღები, le récepteur, შეიძლება ასევე განსხვავებული იყოს ადრესატისაგან, le destinataire, გვაქვს ადრესატი. და მსმენელები თუ მაყურებლები შეიძლება სრულიადაც არ წარმოადგენდნენ თანამოსაუბრეებს. რო ავიღოთ ტელევიზიის შემთხვევა და საერთოდ მედიის დისკურსი. ვოკატივები წარმოადგენენ ნომინალურ სინტაგმებს, რომლებიც უკავშირდებიან თანამოსაუბრეს, l'interlocuteur, მაგრამ ისინი არ არიან ჩაწნულნი სემანტიკურად თუ სინტაქსურად, როგორც პრედიკატის არგუმენტები. ისინი გამოყოფილნი არიან პროსოდიკულად ფრაზისაგან, რომელიც შეიძლება მათ მოსდევდეს. ვოკატივებში გამოარჩევენ დაძახებას, ფრანგულად appel, interpellation და მიმართვის ტერმინებს. მაგალითი გვაქვს ასეთი: "Et toi, tu as rayé ma voiture avec ton frisbee. La vérité, madame, c'est qu'aujourd'hui, il n'y a rien de si bon." ეს განსხვავება მშვენივრად შეესაბამება ჟესტიკულაციური და სიმბოლური ხმარების ოპოზიციას. დაძახების პოზიცია ყოველთვის არის გამონათქვამის დასაწყისში ან გამონათქვამის ბოლოს. სამაგიეროდ მიმართვის ტერმინები შეიძლება შეგვხვდეს თითქმის ყველა პოზიციაში. ყველა ენაში ვოკატივები საკმაოდ რთული პოზიციაა. ვოკატივები შეიძლება აგრეთვე განვიხილოთ მათი ბუნების მიხედვით. მისალმება, დამშვიდობება, სხვადასხვა რიტუალური ფორმა, ატესუე, ნათქვამი მაგალითად დაცემინების შემდეგ, ჯანმრთელობა, რო ვეტყვით ქართველები ან დიდი გოგო გაიზარდე. პირის დეექსისის განხილვისას აღსანიშნავია აგრეთვე პირისპირ კონტაქტის სიტუაცია, როდესაც ენებში იხმარება მოდალობის ისეთი განსხვავებული სახე, როგორიც არის საკუთარი თავად წარდგენა. მაგალითად, მე ვარ ესა და ეს. ჩვენი ლექციების დასაწყისში მაგალითად მე ვეცადე, რომ ჩემი თავი წარმედგინა თქვენთვის, მე ვარ მაია თევზაძე. ტელეფონზე დარეკვისას მაგალითად ფრანგულ ენაში შემდეგნაირად უნდა წარმოვადგინოთ საკუთარი თავი. C'est Maya qui appelle, ou bien c'est Maya Tevzadze qui appelle. ხშირად ადგილი აქვს ხოლმე ხუთი ძირითადი კატეგორიის დეიქსისიდან რამდენიმეს ერთდროულად ხმარებას. ასე მაგალითად მისალმება ეხება როგორც წესი დროით, პირის და სოციალურ დეიქსისებს. ჩვენებითი გამოთქმები სივრცით და პირის დეიქსისებს. ვოკატივები პირის და სოციალურ დეიქსისებს და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ ინტერაქციაში ხშირად არიან ჩართული პიროვნებები, რომლებიც შემთხვევით ისმენენ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მათთვის არ არის განკუთვნილი. და აქვე არიან მსმენელები, რომელთათვისაც არის განკუთვნილი ინფორმაცია. ზოგჯერ საჭირო არის განვასხვაოთ მოლაპარაკე, მეტყველის სუბიექტი გამონათქვამის წყაროსგან და მსმენელი ადრესატისაგან. ჰოფმანს, როდესაც იგი აანალიზებდა აღნიშნულ საკითხს, მოჰყავდა ასეთი მაგალითი. როდესაც ბორტგამცილებელი თვითმფრინავში აცხადებს, maintenant vous devez mettre la ceinture. იგი არის მოლაპარაკე, le locuteur, მაგრამ არა ინფორმაციის წყარო. ახლა განვიხილოთ ტემპორალური, ანუ დროის დეიქსისი. ტემპორალური დეიქსური ელემენტები საწყისად იღებენ გამონათქვამის გაკეთების მომენტს. ენათა უმრავლესობაში დროის სისტემის აღქმას საფუძვლად უდევს ბუნებრივი ციკლები, დღე, ღამე, თვეები, სეზონები და წლები. დროის მითითებისას განასხვავებენ ისეთ დროით ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება როგორც დროის გამოხატვის კალენდარული საშუალება და რომლებიც გვიჩვენებს ეგრეთ წოდებულ აბსოლუტურ დროს. მაგალითად, აი ჩამოთვლილი 2011 წელს, 2010 წლის რომელიღაცა 15 აგვისტო და ასე შემდეგ. და დროის მითითება, რომელიც მოითხოვს რაიმე ორიენტირს, რათა იგი იქნას ინტერპრეტირებული. ამ უკანასკნელებს შორის უნდა განვასხვავოთ დეიქტური და არადეიქტური ორიენტირები. დეიქტური ორიენტაცია ემყარება გამოთქმის გაკეთების მომენტს. Je l'ai vu hier. არადეიქტურ ორიენტაციას საფუძვლად უდევს კონტექსტის მიერ მოწოდებული დროის ინდიკატორი. ასე მაგალითად, რომ ავიღოთ გამონათქვამი. Nous l'avons vu la veille de son départ. ეს არის ნომინალური სინტაგმა son départ, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ განსაზღვროთ la veille-ის რეფერენცია. ამ შემთხვევაში რა არის ეს la veille? განსხვავება hier-სა
და la veille შორის მდგომარეობს იმაში hier გუშინ და la veille წინადღე, ქართულადაც რომ გავიაზროთ. იმაში მდგომარეობს, რომ დეიქსური სიტყვა hier გუშინ იმის დამიხედვით თუ როდის იქნება წარმოთქმული, შეიძლება აღნიშნავდეს უსასრულო რაოდენობის განსხვავებულ თარიღებს. მაშინ, როდესაც la veille de son départ, მისი გამგზავრების წინადღე, ვეღარ შეიცვლება იმ მომენტიდან, როდესაც მისი გამგზავრების მომენტი გახდება ცნობილი, იქნება დანიშნული. ტემპორალური დეიქსური ელემენტების განხილვისას არ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ ელემენტებით, რომლებიც ასრულებენ დროის გარემოების ფუნქციას. ენათა უმრავლესობაში გრამატიკული დრო არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს გამონათქვამის დეიქსის გამოთქმის კონტექსტში. ამ ტიპის ანალიზისათვის მნიშვნელოვანია განვასხვაოთ გამონათქვამის გაკეთების მომენტი როგორც ზეპირ-მეტყველებაში, ასევე წერის დროს, რომელსაც ქვია აგრეთვე გამოთქმის დრო. ამაზე ჩვენ გვქონდა თუ გახსოვთ წინა ნაწილში ლაპარაკი temps de production. ინფორმაციის მომენტის დროისგან, რომელსაც უწოდებენ მიღების დროს, moment de réception და temps de réception. გამოთქმის კანონიკურ სიტუაციაში, ეს არის პირისპირ საუბარი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ გამოთქმის დრო ემთხვევა მიღების დროს. დეიქტური დამთხვევა არის ეს ერთდროულობა. სირთულე დროის მორფემების ხმარებაში, ზმნიზედებისა და დროის სხვა ინდიკატორების ხმარებაში ჩნდება მაშინ, როდესაც ვშორდებით აღნიშნულ კანონიკურ სიტუაციას, მაგალითად წერილის დაწერისას, ან რადიო თუ ტელეპროგრამების წინასწარ ჩაწერისას, თუნდაც ჩვენი ლექციების წინასწარ ჩაწერისას. ამ შემთხვევაში უნდა გადავწყვიტოთ დეიქტურ ცენტრში განვიხილავთ მოლაპარაკესა და გამოთქმის დროს, მაგალითად aujourd'hui que nous enregistrons cette émission, c'est le jour X du mois Y, თუ ეს ცენტრი უნდა გადავანაცვლოთ მსმენელისა და მიღების დროისაკენ. Au moment où vous allez suivre cette émission sera le jour Z du mois Y, მაგალითად, როდესაც თქვენ ამ ჩემს ლექციას მოისმენთ, ეს იქნება ალბათ ოქტომბრის სადღაც შუა რიცხვები, მაგალითად. არსებობს სუფთა ტემპორალური დეიქსისის ასპექტები. ისინი მოიცავენ გრამატიკულ დროს და ტემპორალურ დეიქტურ ზმნიზედებს, როგორებიც არის maintenant, à ce moment, tout de suite, récemment, hier, il y a 8 jours, demain, dans un mois, aujourd'hui, cet été, tout à l'heure, lundi და ასე შემდეგ. Maintenant და en ce moment ქმნიან დეიქტურ რეფერენციას ერთი და იგივე ორიენტირის დახმარებით. ეს ორიენტირი არის გამოთქმის მომენტი, ესე იგი maintenant, ეხლა და à ce moment, აი ამ წუთში ეხლა ერთი და იგივე რეფერენტი აქვთ. თითოეულ დეიქტურ ტერმინს შეესაბამება მხოლოდ ერთი ეკვივალენტი არადეიქტურ რეგისტრში. მაგალითად, როდესაც ორიენტირი არის არა გამოთქმის დრო, არამედ გამონათქვამის ერთი ელემენტი. მოგვიანებით საუბარი გვექნება ჩვენ დროის მნიშვნელობის მქონე ზმნიზეტების ანაფორულ ხმარებაზეც. ამგვარად, maintenant შეესაბამება ამ შემთხვევაში არადეიქტურ alors. En ce moment, à ce moment-là. Hier, la veille, hier დეიქტური, la veille არადეიქტური. ისევე როგორც il y a 8 jours, დეიქტური, 8 jours plus tard, არადეიქტური. გულისხმობს ორიენტირისათვის ეს ყველაფერი წინსრებას. Demain, le lendemain. Demain ხვალ, le lendemain მეორე დღეს არადეიქტური. და dans un mois, un mois plus tard არადეიქტური გულისხმობს ორიენტირის შემდგომ მიყოლას. Aujourd'hui, ce jour-là და cet été-là აღნიშნავენ როგორც წინსრებას, ასევე სიმულტანურობას, თანადროულობას და ასევე ორიენტირის შემდგომ მომენტსაც. შეიძლება ასე ახსნათ aujourd'hui. პერიოდი დღის, რომელიც წინ უსწრებს, მოყვება ან შეიცავს გამოთქმის მომენტს. Tout à l'heure და lundi, ce lundi-là, ეს არადეიქტური შემთხვევა, მიუთითებს წინსწრებას ან შემდგომობას. Je l'ai vu tout à l'heure, je le vois tout à l'heure. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის მიზეზების ინტერპრეტაცია განსაზღვრულია. პირველი, კალენდრის თუ სპეციფიურად დეიქტური მახასიათებლების მიხედვით აღქმის მოდალობებით. მეორე, განსხვავებით იმ ერთეულებს შორის,
რომლებიც შედგებიან საზოგადო სახელებისაგან, როგორებიც არის men, moi, ane და ისეთებისაგან, რომლებიც შედგენილნი არიან საკუთარი სახელებისაგან, როგორებიც არის lundi, décembre, août და შეიძლება აგრეთვე après-midi, რომლებიც ვერ იქნებიან გამოყენებულნი, როგორც ზომის ერთეულები. ზოგიერთ შემთხვევაში დეექსისის გამოყენება ექსპლიციტურს ხდის რთულ ინტერაქციას დეიქტურ სიტყვებსა, სუფთად ლინგვისტური პრობლემა არის ეს და გარკვეულ კულტურასთან დაკავშირებულ დროის სპეციფიურ აღქმას შორის. ეს უკვე არის არასუფთად, უფრო კულტურათა შორისი ასპექტის პრობლემა არის. დეიქტური სიტყვების გამოყენება სადღაც ამ ორ სიტუაციას შორის განიხილება. ასე მაგალითად, კალენდრის დღეებთან სიტყვა prochain რომ ვიხმაროთ, ამის დროს რჩება ბუნდოვანება ფრანგულ ენაში. Jeudi prochain შეიძლება აღნიშნავდეს ან იმ კვირის ხუთშაბათს, რომელიც მოსდევს გამონათქვამის წარმოთქმის გაკეთების კვირას, ან პირველივე ხუთშაბათს, რომელიც აი იმ კვირაში არის, რომელიც მოსდევს გამონათქვამის გაკეთების დროს. ვითვალეწინებთ რა aujourd'hui-სა და demain-ის ფუნქციონირებას, jeudi prochain წარმოთქმული ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ შემდეგი კვირის ხუთშაბათს, ესე იგი, სხვანაირად ოთხშაბათს ვიტყოდით ხვალ, demain. ესე იგი, თუ კვირა იწყება ორშაბათს, გამოთქმა jeudi prochain ბუნდოვანია მხოლოდ 2 დღის განმავლობაში, ორშაბათს და სამშაბათს. და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ დროის დეექსისი რელევანტურია ერთი ენის სხვადასხვა დეექტური ელემენტისთვის, მაგალითად, მისალმება ყოველთვის განპირობებულია დროით. Bonjour შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ დილით და შეხვედრის პირველ წუთებში და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს დროის, სოციალური და დისკურსის დეექსისების ერთად ხმარებასთან, ინტერაქციასთან.